წარმოიდგინე, რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებ, ყველაფერი აკრძალეს. რა შეიძლება იყოს წესრიგი და მეორე მხრივ როგორ შეიძლება განადგურდეს ეს წესრიგი რატომ არ იყენებს ამხელა პრივილეგიას? ბოროტად. ეს ყველაზე კარგად იცის დიქტატურამ. მომცე შენი ხელით ეს შენი თავისუფლება, რომელსაც შემდეგ მე გადავაქცევ მონობად. თუ კი ერთი ჰომო საპიენსი მაინც ახერხებს, რომ რიგში ჩადგეს. გავიხსენებ ერთ მომენტს, ეს უკვე ჩემი ცხოვრებიდან ნებისმიერ წიგნი მითხარი დავაკავშირებ ბიძინას. ჩვენ ვართ ბრმები. დაწვიდეს კაცი დროზე. ოფთალმოლოგის ცოლზე არ ვიყოთ მხოლოდ დამოკიდებული. რას ეძახი ბედნიერებას? გადავაცილეთ მე მგონი ყველაფერს, მაგრამ რა არის ასე ვთქვათ ქარაგმა ამ წიგნში? სარამაგო არის ძალიან ნერვების მომშლელი მწერალი. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავს ვასწავლეთ ყო. ეს გადაცემა ძალიან საშიში გადაცემაა. ყოჩაღვახვა მოუჭერთ. პესიმისტურ ნოტაზე გემშვიდობებით. არა. დღეს მინდა ვისაუბრო ჟოზე სარამაგოს სიბრმავეზე. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე, სანამ წიგნზე საუბარზე გადავალთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები წიგნის შესახებ, გვირჩიოთ რა წიგნზე შეიძლება ვისაუბროთ, ვისი სურვებდით სტუმრად და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ სპონსორს თისწყალს, გამორჩეულ წყალს, წყლების კონკურსის მრავალგზის გამარჯვებულს და კლუბ PSG-ს სპონსორს. დიდი მადლობა და დღეს მინდა ვისაუბრო ჟოზე სარამაგოს სიბრმავეზე და ჩემთან სტუმრად არის ვახო სანაია, ჟურნალისტი, კლუბ ხეტაფეს პრეზიდენტი. საპატიო. საპატიო პრეზიდენტი. უშუალოდ მართვაში არ მონაწილეობ. საპატიო პრეზიდენტი. ვისაუბრებთ მის ერთ-ერთ საყვარელ წიგნზე. სიბრმავეზე, ჟოზე სარამაგოს. სხვათა შორის მე ლისაბონში ნამყოფი ვარ სარამაგოს სახლ-მუზეუმში და გადაღებული მაქვს ძალიან საინტერესო ფოტო. ის დგას და კამარი, ესეთ შაჰიდის კამარის ნაცვლად აქ წიგნები, ტექსტები. შემომული წელზე ასე ვთქვათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტებითაც შეიძლება სიტუაციის შეცვლა, დაფეთქება, თვლი თუ არა შენ ასე, რომ წიგნით შეიძლება ტექსტით შეცვალო საზოგადოება, იმიტომ რომ ერთის მხრივ ხედავთ, რომ ძალიან კარგი წიგნების ქვეყანაშიც და ტექსტების ქვეყანაშიც შეიძლება ჰიტლერი მოხდეს, ასე ვთქვათ. და მეორეს მხრივ ხედავთ, როგორ ებრძვის ხოლმე მწერლობას დიქტატურა, ესე იგი აღიქვამს მას როგორც საშიშროებას. და რასაც დიქტატურა საშიშროებად აღიქვამს და პროპაგანდა, ის საშიში არის კიდეც, ხო? გამარჯობა, ძალიან მიხარია რომ ამ გადაცემაში ვარ. სულ ვუყურებ დასაწყისიდანვე. მე მაგ შეკითხვაზე ასე ძალიან რთული შეკითხვაა ეს საერთოდ. ზოგადად ლიტერატურას შეუძლია თუ არა შეცვალოს ადამიანი, მისი ბუნება ან ზოგადად რაიმე. ალბათ კი და ალბათ არა. ორივე შეიძლება აქ იყოს პასუხი. აი თვითონ სარამაგო მაგალითად აგვიწერს უფრო სიტუაციის, სირთულეებს გვაჩვენებს, ოღონდ არ გვთავაზობს, აი კონკრეტულად თუნდაც ამ წიგნში, არ გვთავაზობს გამოსავალს და გვიტოვებს უზარმაზარ სიცარიელეს სინამდვილეში. გვაჩვენებს ადამიანის ბუნებას, განსაკუთრებით კრიზისის დროს რა ემართება ადამიანს, მაგრამ ეს როგორ შეიძლება გამოვასწოროთ, ან რა ვუშველოთ ამ ამბავს, ეს ამ წიგნში არ არის. უბრალოდ პრობლემა დასვა, უბრალოდ გვაჩვენა რა ვართ ჩვენ. უბრალოდ გვაჩვენა ერთი მხრივ რა შეიძლება იყოს წესრიგი და მეორე მხრივ როგორ შეიძლება განადგურდეს ეს წესრიგი პირველსავე კრიზისი. ახლა აქ ეპიდემიაზეა ლაპარაკი და თუ ჩვენ გავიხსენებთ მაგალითად რა გვჭირდა დაახლოებით 5 წლის წინ, 4 წლის წინ, აი პანდემიის პერიოდში. მოდი სანამ გადავალთ წიგნზე საუბარს, მოკლედ ვიტყვი, ვისაც არ აქვს წაკითხული, რომ მოვანდომოთ წაკითხვა რა ხდება ამ წიგნში, სიბრმავე იწყება იმით, რომ
გაჩერებაზე სიტუაციას რევს ადამიანი, რომელიც უეცრად დაბრმავდება, მაგრამ სიშავის ნაცვლად ხედავს რაღაც დიდ თეთრ ატმოსფეროს, თეთრი სიბრმავე ეგრეთ წოდებული და მე ადამიანი, რომელიც მას ალტრუისტულად დაეხმარება, მე ეგოისტურადვე მოპარავს მანქანას და აქ ცხადდება პირველი ბიოლოგიური კანონზომიერება, რომ ადამიანი არის კეთილიც და ბოროტიც ერთდროულად. ეს აღმოჩნდება ეპიდემიური, ქალაქის ნაწილი ასევე ავადდება, მათ იწყება каранტინი, გამოკეტავენ ერთ ადგილზე ადამიანებს რაღაც მიტოვებულ შენობაში, ძველ ფსიქიატრიულში, სადაც ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის, ავლენენ ნამდვილ სახეს და აი აქ იწყება უკვე ის საინტერესო პროცესები, რომელზეც დღეს ვახო და მე ვისაუბრებთ. რა ემართება ადამიანს და ძალიან სწორად ახსენე სიტყვა კრიზისი. და მინდა ერთი პატარა ძალიან სასაცილო და ტრაგიკული ეპიზოდი გავიხსენო ჩვენი პანდემიური წარსულიდან, როდესაც პირველი საქართველოს მოქალაქე შემოვიდა ირანიდან, დაავადებული და გამოცხადდა ტელევიზიით, რომ აი ჩვენ ყავს პირველი COVID ინფიცირებული და უკვე ჩავებით ამ საერთო სოფლიო ფერხულში, ვიღაც კაცის კომენტარი, რომელმაც დაწერა დაწვით ეს კაცი დროზე. და მანდ მე მივხვდი, რომ იწყება ის, რასაც თავის დროზე წერდნენ ალეგორიულად, თქვათ, კამიუ თავის შავჭირში, როგორ ხდება უსწრაფესი გაველურება ადამიანის, ხო? კი. და დაბრუნება ადამიანის იქიდან, სადაც ალბათ დაიწყო. შეიძლება კიდევ უფრო შორს გადაისროლოს ადამიანი. ზუსტად არ ვიცით, როგორ იქცეოდა ადამიანი აი მაშინ, როდესაც ადამიანობას იწყებდა. მაგრამ აი ამ წიგნის მიხედვით თუნდაც და აი ამ ჩვენი პანდემიის მიხედვით ვიცით როგორი შეიძლება გახდეს ადამიანი და ამას დიდი დრო არ სჭირდება. ჩვენ როდესაც ვუყურებდით არა მარტო საქართველოში ხდებოდა ეს რა თქმა უნდა ადამიანი ყველგან ადამიანია მაგალითად ტუალეტის ქაღალდის მომარაგება მაგალითად აი ეს რაც ახლა შენ თქვი რაც სინამდვილეში ძალიან ტრაგიკული რამეა ხო აი ეს ადამიანი უნდა მოიშორო, ესე იგი ვიღაც არის COVID ინფიცირებული და ეს აღარ გვჭირდება. და ვივიწყებთ ყველანაირ გაეროს დებულებებს, ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას და ყველაფერს. შენში გვდება ემპათია. აი პირველი ეპიზოდი, როდესაც საცობი იქნება ქუჩაში. და ძალიან საინტერესოა, სწორედ აი ახლა ვთქვი, რომ ადამიანი ყველგან ადამიანია, ამ ქალაქს სახელი არ აქვს, აქ ადამიანებს სახელები არ აქვს, ხო აი. პირველი ასე ვთქვათ, ინფიცირებული, მოდი ასე დავარქვათ, ექიმის ცოლი, გოგონა შავი სათვალე. შავი სათვალე, ჩავი მოსახვევით, სულ ასეთი სახელებია, იმიტომ რომ სინამდვილეში სახელს არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი ვართ აი ამ წიგნში. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა ამ ადამიანს ჯერ არ არის პასუხი რატომ გააკეთა სიკეთე, რატომ ვაკეთებთ სიკეთეს, ეს აბსოლუტურად იკარგება ამ წიგნის დასაწყისშივე. მაგრამ ამაზე პასუხი აქვს დოკინს, რომ ეს არის ადამიანში ალტრუიზმი. არის, მაგრამ გადის რა ვიცი, რამდენიმე წუთი, არა, მას არა აქვს კრიზისი ჯერ. ჯერ არა. მან მიიყვანა ეს კაცი სახლში, კრიზისი არა აქვს. მას აქვს მომენტი, რომელსაც გამოიყენებს. აი კრიზისი ეწყება მაშინ, როცა თვითონაც დაბრმავდება. აი ეს საერთოდ სახარების ტექსტით იწყება ეს წიგნი. სადაც ლაპარაკია რეალურად აი მათეს სახარებიდან ციტატაა, სადაც ვისაც თვალი აქვს იხილოს და ვინც იხილავს შეიცნოს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ სინამდვილეში ვერ ვხედავთ იესო ქრისტე, როდესაც მათეს სახარებაში ლაპარაკობს, მას ეუბნებიან იგავებით რატო უყვები. და სარამაგუც იგავები ტყვება, რეალურად ეს არის იგავი, მაგრამ აბსოლუტურად გასაგები, რომ ადამიანები ვერ ხედავენ სინამდვილეში. ეს სითეთრეც იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვეულებრივი სიბრმავე არ არის, თავიდანვე ამას გვეუბნება. ეს რაღაც სხვა, ეს ბიოლოგიური მოვლენა არ არის. ეს რაღაც სხვა სიბრმავეზე მიდის, იქ საუბარი. როდესაც შემდეგ ეს კრიზისი ღრმავდება, ადამიანები ძალიან მალე კარგავენ თავის თავს, რაც ახლა ვართ. და აქ არის ერთგვარი შეპირისპირება წესრიგსა და კრიზისის შორის, მაგრამ თავად წესრიგიც პრობლემა და ბოროტებაა როგორც ასეთი სარამაგუსთვის.
და ქაოსი, რომელიც იქმნება, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ბოროტებას. და შობს ახალ წესრიგს. ახალ წესრიგს, რომელსაც შეგვიძლია ხო, ვუწოდოთ ქაოსისგან შექმნილი რაღაც ახალი წესრიგი მართლაც, მაგრამ დაუნდობელი. ამას არავე წესრიგზე როცა ვსაუბრობთ, ასე ვთქვათ, მოდი ვიგულისხმოთ თუნდაც სახელმწიფო წესრიგი და მეორე მხრივ არსებობს ზნეობა. სახელმწიფო წესრიგიც ზნეობას ხშირად აყენებს დილემის წინაშე და ანადგურებს, მაგრამ ეს ქაოსი კატასტროფულად ანადგურებს, ანუ აბსოლუტურად კარგავს აი ამ ზნეობას. ის აღარ არსებობს და რჩება ერთადერთი ადამიანი აი ამ წიგნში, ვინც ჩემი აზრით უბრალოდ ალბათ წმინდანია. ეს წიგნი ხომ ძალაუფლებაზეც არის და საინტერესო ასევე და მე შევეხოთ, რომ ქალია, ვინც არ კარგავს მხედველობას, აი ამ პირველი ინფიცირებულის ცოლი. ეს კაცი, სხვათა შორის ესეც მნიშვნელოვანია, არის ოფთალმოლოგი თავად და ამისი ცოლი, რომელიც გაყვება მას და ყველას თავს აჩვენებს, თითქოს არის ბრმა. საინტერესოა, რატო წარმომიდგენია მე ეს ქალი როგორც წმინდანი. მას აქვს რეალურად ძალაუფლება და ამ ძალაუფლებას არ იყენებს. სხვანაირად იყენებს. იმ ქალს შეეძლო ისეთი წესრიგი დაემყარებინა, სადაც თვითონ იქნებოდა ღმერთი. მაგრამ აი ამ ღმერთობაზე ამბობს უარს ეს ქალი და მიდის საერთოდ სხვა მიმართულებით. ის არ ხდება ტირანი იმ სიტუაციაში, ის ცდილობს ვიღაცების გადარჩენას, ცდილობს რომ აი საშინელი სცენები, რომელშიც თვითონაც მონაწილეობს როგორც მსხვერპლი. ის არ გადააქცევს ამას თავის ძალაუფლებად, რაც ძალიან გასაკვირი რამ არის და ცალკე მსჯელობის საგანია, რატომ იქცევა ეს ქალი. ეს შეგვიძლია კიდევ ვიცი რის მეტაფორათაც აღვიქვათ, რომ პრინციპში ფემინიზმი როგორც ასეთი შეიძლება იყოს, როგორი ილუზორული შეიძლება იყოს, რადგან თითქოს მას აქვს ბერკეტი მხედველობის სახით და ყველას, ვისაც ეს წიგნი წავკითხავს, უჩნდება კითხვა, რომელიც შენ დასვი, რატომ არ იყენებს ამხელა პრივილეგიას ბოროტად და ჩვენ აქ ხედავთ ორ რაღაცას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ხელში უკვე ინსტრუმენტი საკუთარი მხედველობის სახით, ის მაინც ემანსიპაციის მიუხედავად ზოგადად თუ შევადარებთ ამ ამბავს, რომ ქალი თითქოს გახდა მაინც არის ძალადობის, გაუპატიურების, ობიექტივიზაციის და ყველაფერი მის ხერპლი, რაც მანამდე იყო, ხო, კრიზისამდე და მეორე, ის თვითონ ამბობს, რომ მე მხედველობა იმიტომ კი არ მომეცა, რომ ეს გამომეყენებინა, იმიტომ რომ ამ საშინელებას უყურო. ანუ ძალას მას ართმევს, როგორც წესიერ ადამიანს ალბათ წმინდანს, ამიტომ ადრი, ის ვერ იყენებს კრიზისს სათავისად. ეს არ არის მომენტუმის ადამიანი, რომელიც მოაჯდებოდა სიტუაციას, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც სასჯელად თვლის იმას, რომ აი იმ საშინელებას ხედავს, რასაც ხვები უკვე ვეღარ ხედავენ. აი ამ საშინელ სიბინძურეს, კვლელობას, რესურსების დატაცებას და ის ვერ ხდება ნავიგატორი, არ არის ლიდერიც. და რატო? ხო. ეს არის იმიტომ, რომ მას არ აქვს აი ეს ძალაუფლებისთვის საჭირო, აი ასე მიტაცებული ძალაუფლების ნება. ხომ არ არის ასე ჩვენ სარამაგოს ბიოგრაფიულ შტრიხებზე არ გვისაუბრია ჯერ. ის პიროვნებად, ასე ვთქვათ, მწერლადაც გარკვეულწილად ჩამოყალიბდა დიქტატორული რეჟიმის დროს. ეს იყო რელიგიურ პატრიარქალური რაღაც სალაზარს გულისხმობდა მის ეპოქას. აი ნაზავი ყველაფრის იქ კაცები იმ ეპოქაშიც ზოგადად და თავად ამ იდეოლოგიაშიც წყვეტდნენ ყველაფერს. რატომღაც მგონია, რომ ქალი საგანგებოდ არის, ამიტომაც შერჩეული. და ქვია იქ იმის ცოლი და არასახელი. და არასახელი. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ქალი წამოწია მან წინა პლანზე. ქალი, რომელიც აი ამ ძალაუფლებას არ იყენებს. აი რაც შეეხება უშუალოდ იქ რაც ხდება, ხო, შიგნით აი ამ каранტინში რაც ხდება, კატასტროფული სიტუაცია, რას უშვება ადამიანს მაგალითად სიბრმავე კი არა, შიმშილი რას უშვება, როდესაც შია რა კომპრომისებზე შეიძლება წავიდეს და აი შიმშილი პირველ პლანზე წამოწია სწორედ იმიტომ, რომ ადამიანის ინსტინქტი საკვების მიმართ, რასაც მისი ბიოლოგია ანკარნახობს, რომ საჭმელი არის მთავარი,
რაც სჭირდება პირველ რიგში და ამისთვის მიდის ყველაფერს დაიძრობენ რაც აქვთ ეს კიდევ არაფერი და მისცემენ იმისთვის იქ ვინც აიღო ძალაუფლება რომ საჭმელი სასმელი გამოისყიდონ ასე ვთქვათ რომ გადარჩნენ მაგრამ შემდეგ დგება კატასტროფული მომენტი ეს ისეთი დილემაა რომელზეც ჯერ დაფიქრდებიან გაბრაზდებიან მერე დაფიქრდებიან ანუ ის ხალხი როდესაც მიიღებს ასე ვთქვათ აი ამ ნიფთებს რაც მათ აქვთ შემდეგ ცოლებს თხოვენ ქალები უნდათ, ასე ვთქვათ, და აქ იწყება ჯერ გაბრაზება, მერე ეს გაბრაზება გადადის პრაქტიკულად სიჩუმეში, მერე გადადის შეგუებაში და შემდეგ უკვე ქალებს უტოვებენ არჩევანს თითქოს, რომ აი თქვენ გადაწყვიტეთ, ასე ვთქვათ და ქალები გადაწყვეტენ, რომ და ესეც საინტერესოა კაცებისთვის გადაწყვეტენ თუ თვითონ რომ შეათ ასევე ამიტომ გადაწყვეტენ ყოველ შემთხვევაში თავისთვის ჯერ პირველ რიგში ხო იცი შიმშილმა ხო აქ აჩვენა კიდევ ერთი რაღაც რომ როდესაც ძალიან გშია და ხო საი ჩვენ დრამატურგიას რო გავდივართ სტუდენტებთან ერთად ხოლმე იქაც არის მასლოუს პირამიდის მსგავსი და სულ ვამბობთ რომ პერსონაჟი რომელიც არ არის ნაჭამი, ასე ვთქვათ, სამი დღის მშიერი პერსონაჟი, რომელიც დაცულიც არ არის ფიზიკურადაც, ან უსაფრთხოება და ფიზიოლოგია მოუგვარებელი თუა, ან მაგალითად ტუალეტში თუ უნდა ძალიან, აი გახსოვს ვინსენტ გალოს Buffalo 66-ში არის, რომ გამოდის ციხიდან და იმდენად უნდა ტუალეტში, რომ უკან შებრუნდება, იმიტომ რომ ამის garaში არანაირი თავისუფლება და ვამბობ, აი არასოდეს არ არსებობს სიტუაცია, სადაც მშიერ, შეშინებულ ადამიანს დაელაპარაკები მაგალითად სარამაგუ შემოქმედებაზე. ხო? არ არსებობს ასეთი რაღაც. ამიტომ ეს ყველაზე კარგად იცის დიქტატურამ და ის ყოველთვის ცდილობს ადამიანები ამყოფოს შიმშილისა და უსაფრთხოდ ყოფნის ზღვარზე. ანუ ეშინოდეს ომის აი კრიზისების და შიოდეს. ოღონდ აქაც დოზებია საჭირო, იმიტომ რომ აი ის როცა ეს დოზები ირღვევა, იწყება ან каранტინი, ან ექსტრემალური სიტუაცია, ან პანდემია, აი იქ უკვე ახალი წესრიგი იბადება და კიდევ ხედავ სარამაგუს თავის ნობელის პრემიის სიტყვაში სიბრმავეზე ზუსტად ამას ამბობს, რომ აქ ჩანს რამდენად ყიფეა წამოღებულიც. ხო, და რამდენად ყიფეა ზოგადად აი ის ინსტიტუციების სისტემა, რომელშიც ჩვენ გვაქვს ფუფუნება ადამიანები ვიყოთ. გვაქვს ფუფუნება კონდეს რაღაც სტერეოტიპები, რომ მე ჩემ ცოლს არასოდეს არ მივცემ უფლებას სხეულით ივაჭროს. ეს როგორც აღმოჩნდება, გააჩნია სიტუაციას. არა მხოლოდ არ მისცემ უფლებას, უბიძგებ კიდეც როგორც უბიძგებ და რა თქმა უნდა, მშვიდობიან პერიოდში მთელი ეს კონსტრუქციები, რაზეც ჩვენი, ვთქვათ, ქრისტიანობა, ადამიანობა, ალტრუიზმი, კეთილშობილება დავაშენეთ, როგორი მყიფეა. ჩემი აზრით, აი ეს ქვეტექსტი მთავარია წიგნში, ვიდრე ის პირველი, ხო, ბოროტების დაბადება როგორ ხდება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონსტრუქციები, რამდენად მყიფეა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ როგორც ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო, რა ადვილად შეიძლება ყველაფერი ჩამოინგრეს და გუში რო იყავი მკაცრი ქმარი, დღეს შეიძლება ცოლს უბიძგო, საჭმლის მოსატანად სხეული გაყიდოს. და რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომელიც ამაზე უარს ატყობდნენ, ჩვენ გმირებად ვიცნობთ მათ. აი ასე უკვე დღეს ქოცებს ვიღაცები რატო არიან მზად სამშობლოს გამოცი, მათთვის ეს გაუგებარი ხო? მაგრამ ასეთი ადამიანები ყოველთვის უფრო ცოტანი არიან, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ადაპტატიურები ხდებიან კრიზისშიც კი. და თავარია აი ეს რო ჩამოვარდა თვითმფრინავი მაგალითად სუყვები ხოლმე ამ ამბავს ანდებში გახსოვს აი რაგბისტების გუნდი რო ჩამოვარდა იქ ვიღაცები თავიდან ვინც უარი თქვა ადამიანის ჭამაზე დაიხოცნენ ანუ ესე არ არის რომ ყველა ველურდება მაგრამ ძირითადი ქცევა მაინც ყოველთვის არის ეს, რომ ერთმანეთსაც შეჭამენ თუ საჭირო გახდა. სარამაგუ არის ძალიან ნერვების მომშლელი მწერალი, როგორც თქვი, მე და პროვოკატორი. კი, და არ გვაძლევს გამოსავალს. უბრალოდ გვეუბნება რა შეიძლება მოხდეს. წიგნიც როგორც მთავრდება შემდეგ მაგაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ეს კაცი გაიზარდა, ასე ვთქვათ, დიქტატურაში, როგორც უკვე ვახსენე. და დიქტატურა წესრიგია და ოღონდ ბოროტება ის. და ქაოსიც თავისებურად წარმოშობს რაღაც წესრიგს და აი თითქოს აყენებს საკითხს აირჩიეთ.
აირჩიეთ, არსებობს ორი რამ, მაგრამ ამასთანავე მე მაინც მგონია, რომ გამოგრთის სადღაც მაინც გამოსავალი. არსებობს რაღაც შუაში, შენ არ უნდა დაემონო ამ შიშს. უსაფრთხოება ახსენე და პანდემიასთან დავაკავშირებ. ადამიანებს თუ კი ეუბნები, რომ შენ გჭირდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, მე ამ უსაფრთხოებით შემიძლია რეალურად წაგართვა თავისუფლება და მე ეს უსაფრთხოება იმდენად გავაბუქო, რომ შენ მომცე შენი ხელით ეს შენი თავისუფლება, რომელსაც შემდეგ მე გადავაქცევ მონობად. რატომ აუღესალღო ძალიან მალე და მოეწონათ კიდეც ავტორიტარულ რეჟიმებს თელ სოფლიოში პანდემია. იმიტომ რომ ეს იყო საშუალება ადამიანების ისე დამორჩილების, რომ აი ეს არჩევნები იქნებოდა თუ რამ, ყველაფერი მოერგოთ თავის თავზე და იმარჯვებდნენ ამ არჩევნებში. მათ შორის აქ, როდესაც საუკეთესო კრიზის მენეჯერებს უწოდებდნენ ვიღაცებს, რომლებიც ახლა მოღალატეები აღმოჩნდნენ, ექიმები, რომლებსაც ტაშს უკრავდნენ და მე არ ვგულისხმობ აქ რიგით ექიმებს, იმ ხალხს, რომელსაც ეს უნდა ემართა და უკრავდნენ ტაშს ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მოწინააღმდეგეები იყვნენ. და ისინიც უკრავდნენ იმიტომ რომ მათში ხედავდნენ ხსნას, როგორც რეჟიმში ხედავდნენ ხსნას, ისევე იმ ხალხში, ვინც მაშინ რეჟიმს წარმოადგენდა და ეუბნებოდა რომ გადაგარჩენთ და ეს დამთავრდა 17,000-იანი მსხვერპლით ასეთი პატარა ქვეყნისთვის. კი და გამოკეტეს მთელი ქვეყანა სახლებში და უთხრეს რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. ხო, აი კომიკური თითქოს წარმოუდგენელი მომენტები, რომ ქმრის გვერდით ცოლი არ უნდა დამჯდარიყო და ცოლის გვერდით ქმარი არ უნდა დამჯდარიყო ავტომანქანაში. სრულიად გაუგებარი რაღაც რეგულაციები. ზოგიერთი შეიძლება გასაგები, მაგრამ იმ მომენტში აი მე გავიხსენებ ერთ მომენტს. ეს უკვე ჩემი ცხოვრებიდან პანდემიის პერიოდში. ყველა რაღაც იდეას ამბობდა. აი ზოგიერთი უცხოეთში რაღაც იდეას იტყოდა, შემდეგ აქ ცდილობდნენ რომ ეს აეხსნათ, რაღაცა კარგია თუ ცუდია და ასე შემდეგ. ან აქვე ჩდებოდა იდეები. ნუ ეს ძალიან კომიკურ ფორმებსაც იღებდა და მე ავდექი მივადე შუბლი ჩემს შუშას მინას ფანჯრის და ვთქვი რომ და გადავიღე ფოტო. ვთქვი რომ ზუსტად 12 საათზე ყველამ აი ასე უნდა მიადოთ შუშას თავი. იმიტომ რომ ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეგულაცია, ეს აუცილებელია და მინა რაც უფრო ცივი იქნება, ეს უკეთესია ჩვენთვის და ეს დავდე, ვიხუმრე რასაკვირველია და მე ცოტა ვინანე კიდეც ეს რო გავაკეთე, იმიტომ რომ მაშინ კედელი ღია მქონდა მთლიანად Facebook-ის ტროლბოტები ასევე დათრგუნულები იყვნენ ცოტა მაგ პერიოდში. რაღაცა ხოთი პროფილი შეეცვალა. ხო და ანუ უამრავმა ადამიანმა ეს ხუმრობა ზოგმა ხუმრობით გაიმეორა და ზოგმა მე რაღაც სააგენტოები ამას ანიუსებდნენ რომ აი ეს შუბლს რომ მიადებ ხამის ზუსტად 12 საათზე. ანუ იმის თქმა მინდა რომ მაგ მომენტში ადამიანი ყველაფერს შეიძლება ჩაეჭიდოს. მეც შეიძლება ეს რაღაც სიგიჟე გავაკეთო შენც და ნებისმიერმა ადამიანმა თუ კი უსაფრთხოების ეგზისტენციური პრობლემა დაგვიყენეს. აი თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ რაღაც ცუდი მოხდა. თუ შენ დაჯდები, არ გადაჯდები უკან, როდესაც შენი ცოლი მართავს ავტომობილს, ეს დიდ უბედურებას კიდევ უფრო გაზრდის ამ უბედურებას. მერე ეს იყო პურის მომარაგება. მე მაქვს ომში ყოფნის გამოცდილება ბავშვობაში. როდესაც პირველმა ვერტფრენმა გადმოიფრინა, პირველი ტანკი წამოვიდა, რაღაც სროლის ხმა გაისმა და ხალხი გარბოდა ყანებში უკან. და შუა გზაში ერთ-ერთმა ქალმა შეჰკივლა და ყველა გაჩერდა. და ამ ქალმა თქვა რომ ბავშვი დარჩა აკვანში. შემდეგ წავიდა და ეს ბავშვი წამოიყვანა. ნუ შიში ძალიან ბევრ რაღაცას წვეთს და ყველაზე საშინელება რაც შიშით შეიძლება გააკეთო, ეს არის ადამიანის წართვა თავისუფლება. ომის შიში, პანდემიის შიში, აი აქ მოდი გამოვკეტოთ
სიბრმავეა, მოდი გამოვკეტოთ, ყველა ერთად იყოს მეზობელიც, ცალკე მეზობლები გადავიყვანოთ, ან იქვე შევყაროთ ამათთან ერთად, ანუ უნდა მოიკვეთო რაღაც ნაწილი საზოგადოების თუ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რეიტინგი ხელისუფლების პირველად ეს რომ გავიგე ძალიან დიდი ხნის წინ მიწისძვრის, წყალდიდობის, ატომური ელექტროსადგურის აფეთქების თუნდაც ყველა ქვეყანაში ასე რეიტინგი იზრდება. ხელისუფლების რეიტინგი ხდება უფრო მაღალი, იმიტომ რომ ხო, ამიტომაც ავტორიტარებს უყვართ და უნდა ვიცოდეთ, რომ ომის დაწყებაც ხელისუფლების ინტერესებშია ყოველთვის და შედარებით სუსტ სახელმწიფოებში ომის დაშინებაც ხელისუფლების ინტერესებშია ყოველთვის. იმიტომ რომ შეშინებული ადამიანი, შეშინებული კაცი იქნება თუ ქალი არის მოწყვლადი. ისევე როგორც აი ამ შიშის მსხვერპლი თავად დიქტატორი ხდება მე და სალაზარის ბიოგრაფიიდანაც ვიცი თუნდაც ბოლო პერიოდი აბსოლუტურ ილუზიაში გაატარა, ხო? და საერთოდ რა ხდებოდა ქვეყანაში წარმოდგენა აღარ ქონდა. რაღაც Goodbye Lenin-ის სცენარივით და მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი რეზისტენტულობა და გამოსავლა სათავაზობს სარამაგო შენ თქვი რომ აი თითქოს გაჩვენებს ტექსტი რომ ხوارჯობია ისევ ავტოკრატიული წესრიგი აი ესეთ ქაოს მაგრამ ხო ჩვენ რას ვხედავთ აქ მაინც რა არის ასე ვთქვათ ქარაგმა ამ წიგნში რომ იმ რეჟიმს თუ ამარცხებს პანდემია და კრიზისი უწყლობა განავალში ტივ-ტივი და სრული ჩამოშლა და დესტრუქცია აქ გაცილებით მძიმე აი ეს კრიმინალური დაჯგუფება რომელიც საკვებს დაეპატრონება გაცილებით მძიმე შედეგით ასრულებს უბრალოდ კი არ გადააყენებენ ან ფუნქციას კი არ დაკარგავს როგორც თავიდან ხელისუფლება კარგავს მართვის ფუნქციას აქ მკვლელობას იღებ ხანძარს იღებ ფატალურ დასასრულს იღებ მაგრამ მაინც თავს აღწევ, ანუ ჯგუფი გამოდის, თავს აღწევს იქიდან, გამოდის გაუბედურებულ ცარიელ ქალაქში, მაგრამ მოძალადეები მარცხდებიან ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ აი ეს ქალიც, რომელმაც ძალაუფლებაზე უარი თქვა, სამაგერად კვლელობაზე არ ამბობს უარს. კვლელობაზე არ ამბობს, იმიტომ რომ ეს კვლელობა არ არის ბოროტება. არ არის ბოროტება ზუსტად. ამიტომაც არ არის ზოგჯერ რევოლუცია ბოროტება. გააჩნია რას ამარცხებ, ხო? მაგრამ მოდი მაშინ გადავხტები და ციგნის დასასრულზეც ვთქვათ. კი. და მე დავუბრუნდეთ როგორც გვინდა ჩვენი ნება, აქ გვაქვს. იმიტომ რომ ეხმიანება ამას, რასაც ახლა შენ ამბობდი, გამოსავალთან დაკავშირებით. ციგნიც მთავრდება შიშით, რომ ეს ისევ მოხდება და რატომ მოხდება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ შეიძლება ეს მოხდეს? იმიტომ რომ ბრმები ვართ. ჩვენ ვართ ბრმები რეალურად. ის თეთრი სიბრმავე გამოხატავს იმას, რომ ჩვენ ვხედავთ, აი ახლა ჩვენ ვხედავთ, გვაქვს მხედველობა, მაგრამ ბრმები ვართ თანაგრძნობით, უბრალოდ თანაგრძნობის არ ქონით ხშირ შემთხვევაში. ბრმები ვართ იმით, რომ აი სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ შეგვიძლია მანქანა მოვიპაროთ იქვე. ეს სიბრმავეა რეალურად. და ამას მიყავს მორალის დაშლამდე. ერთი ხელის კვრა უნდა, ანუ არ არის ეს მყარი. და იმიტომაა შიში ციგნის ბოლოსაც, რომ შეიძლება ეს დასასრული კი არ იყოს ამ ქაოსის. შეიძლება ეს დასაწყისიც იყოს. ამიტომ მეშლება მე ნერვები ამ წერალზე, რომ ეს ნერვები არ მაინც არ გაძლევს პასუხს, აი გიტოვებს ამ სივრცეს ისე რომ რომელი კარგი ციგნი გაძლევს ვახო პასუხს. როგორ შეიძლება ციგნმა და ფილოსოფიაც ხომ შენ კითხვებს ვამ თავარი ეს სწორად, ეს უკვე კარგია, ხო? ადამიანი რომელიც იწყებს კითხვების სწორად დასმას თუნდაც მასზე პასუხების თუ კითხვები ისმევა ხშირად ქვეყნები სადაც დიდი რეფლექსიებია აი ეს არის პასუხი რომ ეს გადაგარჩენს მუდმივად იყოს სკეპტიკურად განწყობილი ფხიზლად იცოდე აი ეს ქალი ხო თავის მასიფხილზემ დატოვა ხილული და აქვე უნდა ვთქვათ რომ სიბრმავეც ამ შემთხვევაში როგორც მეტაფორა ხო ზოგჯერ დაბრმავება საჭიროა რომ მეტი დაინახო და იგრძნო რა თურმე რა ყოფილა ხო როგორც ოიდიპოსი დაბრმავდა და ასე დაინახა ეს არის ციგნი არა მხოლოდ ბრმებზე არამედ იმაზე ვინც ხედავს ხო შეიძლება უფრო მეტად იმაზე ვინც ხედავს რა ხდება და იქ კაცი პერსონაჟი
პრობლემაში, რომელიც ყველაზე დიდი ხანია შეჩვეულია თავის თვალისად ფიზიოლოგიურ პრობლემას და რამდენად მეც ხედავს, ხო? ანუ ესეც კორექტული რო ყოფილიყო ალბათ სარამაგუ ამ რო არ აღვიქვათ ეს რაღაც ფიზიოლოგიურ პრობლემაზე საუბრად, ხო? ეს ყოველთვის არის მეტაფორა ასეთი რაღაცები. მოდი რადგან მაშინ შეკითხვებზე გადავედით და რადგან მე მაინც იმ მიმართულებით მივდივარ, რომ ასეთი უპასუხოა რომ ეს რომანი განსაკუთრებით მოდი ასე ვთქვა, შენ ამბობ რომ არც ერთი წიგნი ზოგი შეიძლება გვაძლევს კიდეც პასუხს, მაგრამ რა არის ის რა ფაქტორი შეიძლება იყოს ის ან რა მდგომარეობა ჩვენი მორალური ისეთი ზნეობრივი რაც არ მისცემს კრიზისის საშუალებას რომ გაანადგუროს ეს მორალი და ეს ზნეობა. ჩვენ სრულიად დაუცველი ვართ ამ შემთხვევაში. საკუთარი თავისგან გნებავს ეს იყოს. მაშინ პასუხი გაგახსენო რომ გინახავს მაგალითად. პირველ რიგში ალბათ მე ყოველთვის მომხრე ვარ ამის პოპულარიზატორი, რომ ძალიან კარგად ვისწავლოთ ბიოლოგია და ფიზიკა და ბიოლოგიაში ზუსტად აი დოკინზის წიგნში ეგოისტი გენი არის ზუსტად ამაზე არის ჩვენში. ჩვენ ხო გვასწავლიდნენ რომ ადამიანი იბადება კეთილი და მერე ცხოვრება აბოროტებს, ან იბადება ბოროტი და მერე კულტურა აკეთილშობილებს. სინამდვილეში ადამიანი არის ასეთიც როგორც თავად გადასარევად აღნიშნე და ისეთიც. შეიძლება დაგეხმაროს მანქანით სახში მიგიყვარს და მერე ის მანქანა წაგართვას რა, თან არც იცოდეს ამას რატო აკეთებს. ან არ წაგართვას, ეს უკვე არჩევანია და აქ არისტოტელესთან რო არ წავიდეთ, უბრალოდ რას ვიტყვი, რომ რადგან ადამიანში არსებობს ორივე სახის პოტენციალი იყოს ბოროტი და იყოს კეთილი. მას შველის მხოლოდ არა ავტოკრატიული, არამედ ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც მიმართულია აი იმ ალტრუიზმის კიდევ უფრო გაღვებძოთ. ჩვენ ადამიანი ყველგან არის საშუალო სტატისტიკური ადამიანი, უფრო ეგოისტი, ვიდრე მაღალი იდეალისტი და იქ აი ეს ქვენა გრძნობები ჩვენ ხელისუფლებას პირველ რიგში რატო ვერ ვიტან? აი ამის ამოტივტივებისთვის, აი ამის რაც ადამიანში არის. მე გაგახსენებ იაპონიაში ცუნამის და ატომური ელექტროსადგურის აფეთქების დროს ხალხი როგორ იქცეოდა. გახსოვს რა ხდებოდა წყლის რიგში? ეს თუ კი ერთი ჰომო საპიენსი მაინც ახერხებს რომ რიგში ჩადგეს და ორზე მეტი ბოთლი არა იყოს, ესე იგი ადამიანს ამის უნარი გააჩნია. და იქ ეს გააკეთა და არ დაგვავიწყდეს რომ სულ რაღაც 50 წლით ადრე იაპონია იყო გერმანიის მოკავშირე, ჩინელებს ატყავებდა თუ ისინი ებრაელებს, ხო და ანუ ჩვენ შეგვიძლია დადასტურებულად აი თუნდაც ამ ქვეყნის მაგალითზე ვთქვათ რომ არ არსებობს ბოროტი და კეთილი ადამიანი, ბოროტი და კეთილი ერი, ქვეყანა, არსებობს კულტურისა და ინსტიტუციების კარგი კომბინაცია, რომელიც კრიზისებს გიცავს. აი ხა აიღე შენ რო ყოფილიყავი, წარმოიდგინე რომ ხარ აი ასე რომ ეგ რაღაცა პანდემიაა და გიწევს ადამიანების კარანტინში გაშვება. ხო? რა ნაბიჯები უნდა გადადგა იმისთვის, ადამიანები საკუთარ განავალში და უწყლობაში არ მოიხოცონ. ეს არის თან კიდე აი მუდმივად კარგ ცხოვრებას და სტაბილურობას მოაქვს მერე კრიზისისადმი დაბალი იმუნიტეტი, როგორც გახსოვს ბრეივიკის დროს პოლიციამ ის 100 წელი იმდენად კრიმინალის გარეშე და მკვლელობების გარეშე იცხოვრეს, რომ ერთ კულეს მთელი ქვეყნის პოლიცია 2 საათი ვერ იყვნენ ამისთვის, ასეთი რამისთვის მზად. აი კრიზისისთვის მზად ყოფნა არის ფილოსოფია. კიდევ ერთს დავამატებ მაშინ კითხველი, როდესაც ვისაც არ აქვს საკითხული ის თვითონ მე გადაწყვეტს პესიმისტია თუ ოპტიმისტი საერთოდ ეს მწერალი თუ რეალისტი. მაგრამ აი გამოსავალი თუ კი შეკითხვებს ვამთ, ვეცადოთ მაშინ კი ბატონო პასუხები გავსცეთ, ხო? გამოსავალი არის იმაში, რომ დაანგრიო ის წესრიგი, რომელიც იცი რომ არ ვარგა, რომელიც გაშინებს, რომელიც შენი უსაფრთხოების ქვეშ თავისუფლებას გართმევს და ამ დროს სინამდვილეში არც უსაფრთხოება გაქვს და არც თავისუფლება. ეს წესრიგი უნდა დაანგრიო. შეიძლება ის კიდევ უარესად მოგეჩვენოს, რაც ამ ციკლში აქვს წერილი. ანუ შენ 2012 წლის არჩევნებს ამართლებ. არა. მე ვამბობ იმას, არა. პირიქით ვამბობ, ის არ უნდა მიიღო. და თუ შენ გეტყვი, თუ შენ უკვე გააქვს გამოცდილება და ჩვენ ბედნიერება გვაქვს, რომ ეს გამოცდილება
მივიღეთ, შენ არ უნდა დაუშვა არც ერთის და არც მეორის აღმოცენება. აი ახლა, როდესაც ეს რეჟიმი წავა, მე ასე მჯერა, გავუშვებთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო ქვეყანაში, სადაც ვერ აღმოცენდება ხელახლა და არც ქაოსში გადაიზრდება. ანუ, როდესაც ახალი კრიზისი დაგვიდგება და შეიძლება დაგვიდგეს ბევრჯერ, ამ კრიზისისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ ოფთალმოლოგის ცოლზე არ ვიყოთ მხოლოდ დამოკიდებული და რომელიც წმინდანობას აირჩევს, იმიტომ რომ შეიძლება არ აირჩიოს ჩვენთან ოფთალმოლოგის რომელიღაც ცოლმა წმინდანობა. და ეს ხომართული ბოდიში აქვე დამაზუსტებელ შეკითხვას დაგისვამ ზუსტად მაგას ეხება. ცოტა წმინდანობაზე არჩევანი პასუხისგებლობისგან გაქცევასაც ხომარ გულისხმობს. პასუხისგებლობისგან რომ მართოს ეს სიტუაცია. თუ კი აქვს ხელში ასეთი ინსტრუმენტი. თუ კი ძალაუფლების ნება არსებობს, იქ პასუხისგებლობა გადადის სხვაგან. და პირველ ძალაუფლება არის ის, რაც ჩრდილავს აბსოლუტურად ყველაფერს. ყველაზე ძლიერი გზნობა მე ახლა შემიძლია გავიხსენო ბევრი რამ, სადაც ეს დადასტურებულა. სიყვარულსაც ამარცხებს, ფულსაც ამარცხებს, ოჯახის ყველაფერს ამარცხებს. ძალაუფლება ხდება ყველაფერი, მთავარი ვნებაა ეს. ამ ადამიანს პასუხისგებლობა არ შეაწუხებდა ძალაუფლების ნაწილში. მე გეტყვი პასუხისგებლობა სად აიღო მან, როდესაც მკვლელობა ჩაიდინა. ეს იყო პასუხისგებლობა. ესე იგი ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს პასუხისგებლობის ნაკლებობა კრიტიკულ სიტუაციაში, მაგრამ ხო, წმინდანს ვერაფერს მოთხოვ. მან ასე გადაწყვი, ასეთია, მაგრამ ჩვენ როგორ ვიყოთ ახლა წმინდანის იმედად მომდევნო კრიზისის დროს ის წმინდანები ძალიან ადვილად გარდაისახებიან შემდეგ ტირანებად. ამიტომ შენი დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა შენ შექმნა გარემო, რომელიც კრიზისს გაუძლებს, შენ სადაც არ გჭირდება წმინდანი. ზუსტად ეს მინდოდა მომესმინა. ქონია პასუხი რა სერჩი სარამაგუს. სარამაგუს კი არა, მე მაქვს ეს პასუხი. ხო, მაგრამ სარამაგუს შეკითხვებზე მე აღარ ვიცი რამდენად სწორია. არა, სწორია. იაპონიის მაგალითი ამიტომ მოვიყვანე ვახო, ეს არის სწორი. წესრიგმა უზრუნველყო რომ ადამიანებმა ადამიანობა არ დაკარგეს. გინდა მშვიდობა, ეს წესრიგი მათ შექმნეს. ინსტიტუციებით და ასე შემდეგ როგორ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის. ხო. ანუ ეს არის საუკეთესო კრიზის მენეჯმენტი, ეს არის რომ მუდმივად წარმოიდგინო რომ მით უმეტეს შენ ცხოვრობ კაცობრიობის ისტორიის იმ მონაკვეთზე, როცა შეგიძლია უკან გადაიხედო და 400 წლიანი შავი ჭირი დაინახო, ქოლერა დაინახო, რა ვიცი, და ყველანაირი ასევე იდეოლოგიური ჭირი დაინახო, რაც კაცობრიობას დაემართა, ხო, ფაშიზმის სახით და ყველაფრის სახით. და შეგიძლია ამისაგან თავი დაიცვა. ანუ გაძლიერებული დახვდე. იმისთვის კი არის იფიქრო, რა კარგად ვარ და კიდევ უფრო კარგად როგორ ვიყოთ, რაც დაემართა ევროპას. კიდევ უფრო კარგად კი არა. აი გაველურება, გარდაუვალი გაველურების ამბავი რო წამოგვეწევა პუტინის სახით მაგალითად, რომის იმპერია როგორ არ დაგვემართოს. აი ამაზე უნდა იფიქრო. ეს არის ჭკუა, ეს არის სიბრძნე და ტექსტებზე თქვი რომ არ ვიცი ეს პასუხი სარამაგუს არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვაყალიბებს ან სხვა ყველა დანარჩენი ცოცხალი ორგანიზმისგან განსხვავებით, მაინც გვაყალიბებს სულ ტექსტები, მოყოლილი ამბები, მაგალითი მშობლების, აი შენ ახსენე, ხო, ალბათ უყურებდი მამა და დედა კრიზისში როგორ იქცევიან და დაახლოებით იგივეს გაიმეორებ. და გაიმეორე კიდევაც კრიზისი ცოტა ხნის წინ შენ ცხოვრებაშიც იყო. და ალბათ არ მოგწონდა ხა არც სიხის ტუალეტი არ ჩენაკ. მე რომ ვკითხულობდი, აი წაკითხვაზეც კი ცუდად ხვდებოდი სარამაგუსი, მაგრამ მაინც ჩვენ გვაყალიბებს ეს, ანუ მისი დამსახურებაც არის, რომ დაჯდე და იფიქრო. გამოსავალი კი არ დაგიწეროს, დაღეჭირილ უკმა კი არ მოგაწოდოს. შენ აი ეს არის რეალობა, რომ ვერ უძლებს ვერანაირი ადამიანი ვერ ღარ რჩება იდეალისტი, როგორც კი ჩამოაგდებ მასლოუს პირამიდის სულ ძირში. კეთი, აი მე მგონია რომ იქ აღწერილი ეს კარანტინის სიტუაცია
ფსიქიატრიულის შენობაში შერეკავენ ამ ხალხს. მგონია რომ ნაკარნახევია მაინც საკონცენტრაციო ბანაკიც სადღაც ამას ეყრდნობა. ალბათ და გერმანია კარგი მაგალითია იმის რა შეიძლება დაგემართოს. და გერმანიამ ჰიტლერის დამხობის შემდეგ რა პერიოდიც გაიარა დღემდე გერმანიამ ისწავლა ალბათ რომ ეს აღარ უნდა დაუშვას და ალბათ არა მარტო გერმანია, მაგრამ ასწავლეს უკაცრავად. რომ მოეგო ეს რა დაგვემართაო ძალიან გვიანი ტომი, როცა ეს გასაგებია, მოგებულებს მე არის კიდევ ჭკუის სწავლება. მაგრამ ვინც ჭკუას ასწავლიდა, მას დღეს აქვს ეს სიტუაცია. მაგალითად რუსეთს. ისიც ხო ჭკუის მასწავლებელი იყო ერთგვარად. სინამდვილეში ხო რაღაც არკისებური ნეირონებით აირეკლავდნენ. ეს სიტუაცია მას აქვს ახლა. მაგრამ როდესაც ყველაზე განვითარებულ ერს შეიძლება კულტურულად განვითარებულ ერს ეს შეიძლება დაემართოს. და აქ უკვე პასუხი გადაცემის დასაწყისზე რომ ვერაფერს გიშველის ლიტერატურა თუ გიშველის. ხო, გიშველის თუ ვერ გიშველის. არ ვიცი ბახისა და გოეთეს ქვეყანაში. არ ვიცი ლიტერატურას რა როლი აქვს უკვე დამარცხების შემდგომი გერმანიის ამ მოთვინიერებაში, როგორც ახლა შენ თქვი რომ ეს მოათვინიერეს, მაგრამ ასწავლეს. მათ ასწავლეს, რომელთაც თვითონ ვერ ისწავლეს. ძალიან რთული კონსტრუქცია გამოდის სინამდვილეში, მაგრამ შეიძლება ასწავლიდე ადამიანს, მაგრამ ვერ ისწავლოს. ან არ ისწავლოს. ისწავლეს ფაქტია თავის შეცდომაზე. შეცდომა კი ნამდვილად ხალხსაც ეკისრება პასუხისგან. ყოველთვის ისე არ არის, რომ ყოველთვის არ არის ხალხი მსხვერპლი. ამის თქმა, მსხვერპლი შეიძლება მერე გახდეს. თავიდან როდესაც დაუშვებს, ამ შემთხვევაში არ არის მსხვერპლი. აი მერე გახდება მსხვერპლი და ამ ხალხმა ვინც ამ წიგნშია დაუშვა ეს. რა მოხდა, რატომ დაუშვა? ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ წიგნი იწყება იმით, რომ ადამიანი დაბრმავდა, ანუ უკვე დაშვება მოხდა და გავრცელდა როგორც ეპიდემია ეს სიბრმავე და მივიღეთ სიტუაცია, სადაც პრაქტიკულად საკონცენტრაციო ბანაკია აღწერილი და შიში რომელიც წიგნის ბოლოს იკითხება და რომელიც ერთხელ უკვე ვახსენე, ეს შიში ალბათ კარგი შიშია მაინც. გამოსავლის ძიება არის მანდ რა უნდა მოხდეს, რომ ეს არ განმეორდეს. ანუ ადამიანს, რომელიც არ იყო ბრმა, აი ამ ქალს აქვს ეს შიში. ნეტა მე ვხედავ ახლა ამ შეკითხვას ის რომ ცაში იყურება და შემდეგ მისი მზერა გადადის ქალაქზე, ვიდრე მზერა გადავა ქალაქზე, ცაში როდესაც იყურება, ის ფიქრობს ხედავს თუ არა. დანარჩენებს თვალები აეხილა და ეს ქალი დაფიქრდება, რომ ბრმაა. ან შეიძლება ბრმა იყოს. ამიტომ აი აქ რომ ვეძებთ გამოსავალს, ეს ძალიან კარგი რამეა. სხვა შორის ასეთი ამ გადაცემას მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა, რადგან აქ გამოსავალს ვეძებთ. ეს გადაცემა ძალიან საშიში გადაცემაა სინამდვილეში. იმიტომ კი არა რომ ადამიანებს წიგნებზე ესაუბრება. არამედ როდესაც ასეთი გადაცემები ჩნდება, სადაც ყოველთვის ან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება ზოგადად, აი ჩვენი გონება ახლა ისე არის მიმართული, იმიტომ რომ დიქტატურაში ვცხოვრობთ. სულ მოგვაქვს წიგნები, გადაცემაში, სადაც მაინც იქით გაგვირბის გონება. აი ჩვეულებრივად, რა ვიცი, წიგნზე, რომელიც არ არის დიქტატურაზე და ძალიან საინტერესოა, მაინც ხო და ის წიგნიც კი შეიძლება დააკავშირო რაღაცნაირად დღევანდელობასთან. ამიტომ ნებისმიერ წიგნი მითხარი დავაკავშირებთ. კი და როდესაც ასეთი გადაცემები, ასეთი ბევრი არ არის ასეთი გადაცემა და როდესაც კი არა და საერთოდ არ არის და როდესაც ასეთი გადაცემა ჩდება, ესე იგი ან ძალიან ახლოს არის სრულიად კონსოლიდირებული დიქტატურა, ან უკვე არის დიქტატურა. ამიტოა ეს საშიში ივანიშვილისთვის არ ვიცი რამდენად საშიშია, იმიტომ რომ არ ვიცი უყურებს თუ არა. წესით რომ უყურებდეს, შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს ჩვენთვის ეს გადაცემა. და ჯობია უყუროს ხალხმა
და ივანიშვილმა არ ვიცი, კარგია თუ არა თუ უყურებს. საერთოდ იცი რატომ ასეთ გადაცემაში ჩვენ თვითონ საუბრობთ დიქტატურაზე, ესე იგი ჩვენ ამას უკვე იმდენად ვგრძნობთ საკუთარ ტყავზე, რომ აი გამოსავლის ძიებაში ვარ სულ რა დაგვემართა. და აი ამ რა დაგვემართაში პასუხი არის ის, რომ უეჭველად პირველი პასუხი არის ის, რომ უეჭველად უნდა დაინგრეს ის წესრიგი, რაც ახლა თუ წესრიგობა, რომელი კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, უფრო ალბათ წესრიგი და იმიტომ რეპრესია გარშემო ყველგან, ეს უეჭველად უნდა დაინგრეს, მაგრამ ეს აღარ უნდა დაგვემართოს. გერმანიაზე როდესაც საუბრობდით, ჩვენ ის კი არ გვჭირდება, რომ ვინმე ჭკუა გვასწავლოს და მოგვათვინიეროს. კი, მაგრამ დანგრევა უნდა მოხდეს გზით, რომელიც გაიძულებს ჭკუა ისწავლო. უბრალოდ ჩვენი ერთ დღეს დავფიქრდი და თურმე რას გიკეთებდით ხალხო და წავედი, არ გამოსწორდება არაფერი. და შეიძლება არც აი შიშზე ძალიან კარგი რაღაც თქვი, არის შიში, რომელიც გიბიძგებს გამოსავლის ძიებისკენ, ასე მუშაობს ეს ფიზიოლოგიურადაც. რაღაც რო გეშინია, ფიქრობ, მოერევი თუ გაიქცე. მაგრამ არსებობს კიდე შიში, რომლითაც თრგუნავ ადამიანს, რომელსაც ართმევ რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. ჩვენ არ ვართ მაგ ფაზაში, როდესაც ისე გეშინია, რომ ემსგავსები რაღაც პიტეკანტროპს, ჯერ ასე ნამდვილად არ ვართ და მანდ არ უნდა მივიდეთ და კიდევ რაში გეთანხმები აბსოლუტურად. რაღაც დროს სანამ გახდები ცოდო, შენ ხელშია დიქტატურაში იცხოვრებ თუ დემოკრატიაში, თუ მე დემოკრატია არ მომწონს, მერიტოკრატია იყოს, ხო, თქვათ. მაგრამ შენ ხელშია რაღაც დროს ეს ხელიდან გისხლტება და აი გჩნდება პირველი დაბრმავებული ადამიანი, რომელიც უკვე არის ნიშანი, აი როგორც პირველი ვირთხარო ჩდება შავჭირში, პირველი ერთი ცალი. აი მანდ შეიძლება მიიღო ზომები და ამის უნარი ადამიანებს არ აქვთ. ჩვენ თქვით გერმანიასთან დაკავშირებით, რომ ამ ერმა ყველაზე მოწინავემ, ასე ვთქვათ, ყველა მიმართულებით დაუშვა ჰიტლერი, თვითონ მოიყვანა და შემდეგ გახდა მსხვერპლი მთელი ევროპა და მათ შორის გერმანიაც საბოლოო ჯამში გახდა ამის მსხვერპლი. ჩვენ რა სიტუაციაშიც ვართ, როდესაც საქართველომ დაუშვა ეს ამბავი, რაც ახლა მის თავს ხდება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ არ გადავიდეთ მსხვერპლის ისეთ სტადიაზე, რომელიც შემდეგ შეიძლება კომფორტულიც კი აღმოჩნდეს. დიქტატურაში ცხოვრება ხანდახან კომფორტულია დისიდენტისთვისაც კი. იმიტომ რომ სივრცეს იტოვებ. გააჩნია დიქტატურას როგორია. სივრცეს იტოვებ. თუ კი შენ თანამედროვე დიქტატურა კიდევ ცოტა განსხვავებულია და სხვა მეთოდებით. ნუ ნავალნის კითხება. ხო, მაგრამ არსებობენ ან ნემცოვს. იქ არსებობენ სხვები, რომლებმაც დისიდენტობაზე უარი თქვეს, თან თავი გონიათ დისიდენტი, მაგრამ უარი თქვეს რაღაც სივრცის სანაცვლოდ. აი რაღაც სივრცე შეიძლება შენ დაგიტოვონ, შენ თქვა რომ მე მსხვერპლი ვარ, ან თუნდაც არ იყო იმ ქვეყანაში და იყო საზღვარგარეთ, მაგრამ ბმა გაქვს შენს თავთან, შეიძლება თქვა რომ აი მე ვარ დევნილი პოლიტიკურად ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ რაღაც სივრცე კონდეს, ამან შეჩვევა იცის. და ეს ძალიან საშიში რამ არის. მსხვერპლად არ უნდა ვიგრძნო თავი. მე არ მინდა რომ მსხვერპლად ვიგრძნო თავი. მე მინდა, როდესაც ბრძოლაში ვარ, ვიგრძნო თავი ადამიანად, რომელიც დაამარცხებს ამ და ბოროტებას. მსხვერპლზე არ დაგვავიწყეს კიდე გერმანიაზე ვსაუბრობდით, ეხლა ისრაელისთვის მსხვერპლის როლში ადრე ყოფნას, ეხლა ხელს არ უშლის, რომ თვითონაც თქვა დაბომბოს განსაკუთრებული სისასტიკით, ხო? ანუ არანაირად მსხვერპლობა არ ნიშნავს, რომ რაღაცა რეფლექსირებული და სუპერკეთილშობილი გამოხვალ იქიდან, ხო? თუ დაგჭირდება, მოძალადე ხდები. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ კომფორტულია დიქტატურაში ცხოვრება, ზოგადად რას უშვება დიქტატურა ადამიანს, ჩემთვის, აი კლასიკურ მაგალითს, რომელსაც ყველას ვაჩვენები, შენ ალბათ ნანახი გაქვს, მაგრამ აი პროტასევიჩის ბელორუსი აქტივისტის ცხოვრება, ბიოგრაფია, ინტერვიუ, ვისაც თავმოყარეობა აქვს, უნდა იცოდეს, რომ დიქტატურა ნიშნავს თვითმფრინავის გაჩერებას დიქტატორის ჭკუაზე, ჩამოსმას ადამიანის, შეყვარებულის, ნახე როგორი რაინდული ნაბიჯია, შეყვარებულის თავისუფლებაში საკუთარი თავმოყარეობის დათმობას და მერე
ლუკაშენკამ ის დანიშნა საკუთარი შტაბის უფროსად და მიუსაჯა ქარხანაში მუშაობა. ანუ ციხეში ამაყად იმის საშუალება კი არ მისცა, რასაც შენ ამბობ, რომ იჯდეს და პოლიტპატიმარი იყოს და ხალხი მასზე ლექსებს წერდეს. დაამცირა, საკუთარ სამსახურში ჩაიყენა და Game of Thrones-ში რომ არის უკვე ხელში სამართებელი, რაღაც დროს უკვე იმ სტადიამდე მიდიხარ, რომ ყველს არ გამოჭრის საკუთარ დამპყრობელს. მაგრამ თუ ჩუმდები ეს არის დიქტატურა. ხო, თუ ჩუმდები და ლაპარაკი გინდა და ჩუმად ხარ, კომფორტული ვერ იქნება დიქტატურა. და თუ კარგავ ლაპარაკის სურვილს ამ წიგნში ხომ სრულიად ყველაფრის განადგურებაზეა ლაპარაკი. ეს ხალხი ჭკვიან ადამიანს თავს ვერასდროს მოიტყუებს, რომ კარგად არის, როცა ცუდად არის. ეს სიბრმავე, ეს შიმშილი გვაჩვენებს ძალიან დიდ კრიზისს, ხო? ისინი საკვების სანაცვლოდ არ გაჩუმდებოდნენ. სადაც ცოლები მისცეს სხვებს. თუ საკვები ექნებოდათ და ეტყოდნენ, რომ თქვენ უბრალოდ ჩუმად იყავით. ანუ ადამიანს, როდესაც ასეთ კრიზისს უქმნის, ცდილობს რაღაც და და კომფორტი სად არის ოღონდ მან? იცი რა არის? აი დიქტატურის კომფორტი რაშია? აი ხალხი განავალში ზის და შეჩვეულია რაღაც იმ დროს. მომენტში თუ კი საკვები აქვს, რაღაცნაირად მაინც კომფორტს გრძნობს, ცოტა ხნით მაინც, ვიდრე საკვები აქვს. მე მართლა მგონია ასე, რომ დიქტატურამ შეიძლება შენი სივრცე ცოტა რაღაც შემოსაზღვრული დაუშვას. და გაიხსენე, შენ იყო სამზარეულოში, წერდე ლექსებს, კარგ ლექსებს, ამ ლექსებს ინახავდე რომ მე გამოაქვეყნებენ შენ. კი, მაგრამ გაიხსენე კიდევ აი რომანტიკულობა შემოდის რაღაც დოზითაც მანდ დიქტატურაში. არ ვიცი, მე წინაზე ნინო კასრაძე მყავდა და პატრიარქის შემოდგომა, რომელიც ბევრჯერ წამიკითხავს, ბოლო აი ამ გადახედვაზე, რომ ამ თემაზე მე და ინოს უკვე ფიზიკურად ცუდად ხდებოდი, იმდენად აი პესიმისტური მომავალი ჩემთან უკვე ფიზიკურად ახლოს იყო. ადრე ამას აღვიქვამდი როგორც რაღაცა სამყაროს, სადაც მე ვარ მკითხველი, დამკვირვებელი, სწორ დისტანციაში, ჩემთვის კომფორტულ დისტანციაზე ვარ ამ ყველაფრისგან. მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი რაც თქვი და მინდა რომ აი აქეთკენ წავიდეთ, როგორც იმედი ყოველთვის საჭიროა. ყოველთვის დილითაც კი რაღაც გჭირდება, თუნდაც ერთი ჭიქა ყავა იყოს, რომ აი ამისთვის უნდა ავდგე. მე კომფორტის მაგალითს ხო. და ხო, არ დაგავიწყდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხო, ჩვენ იმ სტადიაზე უნდა უშველოთ საქმეს, სანამ ჯერ კიდევ არ ვართ ცოდოები და მსხვერპლი. რო თქვი, არ მინდა ვიყო მსხვერპლი, ეს არის გადასარევი სლოგანი ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობისთვის. არ გვინდა ჩვენ მსხვერპლობა. და პრინციპში არც გმირობა არ გვინდა. წესიერ ქვეყანაში საკუთარი საქმის კეთების ფუფუნება გვინდა ყველას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი мотиваცია. რაც შეეხება მაგალითს, რომელიც თხოვე პრაქტიკულად კომფორტის. ნავალნი მოიყვანე მაგალითად. ნავალნის კომფორტი არ ქონდა პირიქით. ის წავიდა გმირულ ნაბიჯზე. კომფორტიდან გამოვიდა, წავიდა გმირულ ნაბიჯზე და იქ არ შეგიქმნის დიქტატორი კომფორტს, მოგკლავს. ან რაღაც სხვა უბედურებას დაგაწევს. ვენედიქტოვი ცხოვრობს დიქტატურაში და კომფორტში, მას აქვს თავისი სივრცე. და რაღაცებით იმართლებს თავს. არ გეცოდება ხოლმე რა უყურებ? მას არ ეცოდება თავის თავი. არა, რა თქმა უნდა, ხა ვენედიქტოვის შეცოდების რესურსი სადღა მაქვს, მაგრამ ის არის საცოდავი ადამიანი, იმიტომ რომ მისი კონფორმიზმი მიიღო აწყობილი 2022 წლამდელ პუტინისთვის. 2022 წლამდე, როცა თვითონ ამბობდა, რომ მე მინდა ვიყო ვიტრინა. რომ დემოკრატიის სიმულაცია. დღესაც აქვს კომფორტი. ეხლა ის კომფორტი ვეღარ აქვს, რაც უნდა და იხვეწება, რომ რაღაც მაისურები და ციგნები იყო, ანუ ჩამოქვეით და დანაზოგი ცხოვრობს და ეგ დანაზოგი რომ გათავდება, ფიქრობს, რომ უკვე 60 წლის, ვენედიქტოვი არის ძალიან ცინიკური ადამიანი. ძალიან ცინიკური, ის ფიქრობს, რომ რაღაც 10-20 წელი დარჩა მაქსიმუმ, 70 წლის არის და აი იმ დანაზოგით იცხოვრებს, იმ რაღაც რეპუტაციას არ დაიზიანებს, მაგრამ დგება 22 წელი და შენ ან ხარ რეჟიმის ტყვე პირდაპირ გაგებით არა. ზოგადად, ანუ
ამასთან ახლა ეს აგენტობაც აქვს, რაღაც სწავლება აკრძალული აქვს, რადიო წაართვეს. ის რითიც თავს იწონებდა, რომ ვისკის დალევდა პესკოვთან ერთად, ეს დაკარგა. ყველა კონფორმისტმა უნდა იცოდეს, რომ კონფორმიზმი, ზოგადად ადამიანი კონფორმისტია, სხვანაირად ვერ გადარჩებოდა ამაზე მე და შენს გვილაპარაკია, მაგრამ რაღაც დროს კონფორმიზმი არის სიბრიყვე, იღუპები, უფრო ცუდად გახდები. ეს ვერ გათვალეს კონფორმისტებმა რუსეთში. და არც ქვეყნიდან გაქცევა არ მგონია მე კომფორტი მაგალითად. ის აზრი, აი მოდი დათქმა გავაკეთოთ, რომ თავმოყარე ადამიანებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. ის ფაქტი, რომ ვიღაცას ქვეყანა უნდა რომ მიითვისოს და ამიტომ შენ უნდა წახვიდე და გადაგდენოს ვიღაც პირობითმა გოგა ხაინდრავამ, არის საშინელი დარტყმა ადამიანის ფსიქიკისთვის. სუნდაც წავიდეს საფრანგეთ იტალიის და იტალია შვეიცარიისა და ამ მიმართულებით სადაც არ უნდა წავიდეს, როდესაც გაგდებენ. როდესაც შენინებით არ აკეთებ რაღაცას. რასაკვირველია, როდესაც კომფორტს ვამბობთ, აქ არ გულისხმობთ მაინც და მაინც იმას, რომ გადასარევად ხარ. არა, უბედურებას გულისხმობთ. პოულობ სივრცეს, სადაც იქმნი ამ კომფორტს. ვენედიქტოვი, რომელსაც შეიძლება ისეთი კომფორტი არ აქვს, როგორც 2022 აი ვისკის მასე რაც თქვი. შეიძლება, მაგრამ აქვს. ის ასეთად მიიჩნევს თავს, რომ მას აი როდესაც უსმენ, მას მიაჩნიებ გრძნობ ამას. კარგი, ერთ კითხვას დაგისვამ, ძალიან რო არ გავზე. შენ რას ეძახი ბედნიერებას? როგორ კონდიციას? ჩემს პირადად, აი როდის იტყვი, რომ ვარ ძალიან ბედნიერი. მომენტში კი არა. შეყვარებული რომ ესიც მიწერს ადამიანს, მაგას კი არ გულისხმობ. აი, რა კონდიცია, სადაც იტყვი, რომ ბედნიერი ხარ? ვარ. როცა თავისუფალი ხარ. ამის თქმა მინდოდა. როდესაც ადამიანი და ამ შემთხვევაში ამიტომ არ გეთანხმები არც ვენედიქტოვზე და არც დიქტატურის კომფორტზე, ეს არის კომფორტის სიმულაცია. როდესაც ადამიანი არის ის, ვინც არის და მას ამის საშუალება აქვს, იყოს ის, ვინც არის. ასეთი ისეთი ნიჭიერი თუ უნიჭო თუ რეალიზებული თუ დივანზე წამოწოლი არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ არჩევანს აკეთებ თავად. რადგან არისტოტელეს მიხედვით ჩვენ ვართ ჩვენი არჩევანი, ყველაზე კარგად ჩვენი არჩევანი მეტყოლებს ჩვენზე, სადაც ამის საშუალებას გართმევენ. მინიმუმ ორს შორის მაინც არჩევანს. იქ უკვე შენი თავი აღარ ხარ. სწორად თქვი. და ბედნიერებას კარგავ. სწორად თქვი. არჩევანი და არის ვიღაც, ვიც აკეთებს ამ არჩევანს. მოდი ავწონოთ მაშინ ბედნიერება. ადამიანი ირჩევს იყოს თავისუფალი. როდის კარგავ ამ არჩევანს? მაშინ, როდესაც თავისუფლებაზე მაღლა შენ აყენებ აი იმ კომფორტს, რომელზეც მე ვსაუბრობ, როდესაც შენ თავმოყვარეობა შეგიძლია შეილახო. ან ხდება ის, რაც მოხდა სარამაგო სიბრმავეში. იქმნება კრიზისი, სადაც შენ გიწევს ფორს-მაჟორში ოპერირება. აი წარმოიდგინე, რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებ, ყველაფერი აკრძალეს. უსაფრთხოება კომფორტია? უსაფრთხოება არის პირველი ორი კომპონენტი აი ამ პირამიდაში. ეს არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და უსაფრთხოება არის ადამიანობის, აი მესამე უკვე სიყვარულია და სიყვარულში ვერ გადადიხარ აი ამ კონდიციაში თუ ეს ორი არის მოუგვარებელი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ეს არის პროპაგანდასთან დაპირისპირების მთავარი იარაღი, რომ პირველ ორში ჩატოვება ადამიანების არის ბოროტებისა და ავტოკრატიის ინტერესი. და აი სარამაგუსთან რო დავუბრუნდეთ ჩვენს ტექსტს და ძალიან საინტერესო გამოდგა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხა სარამაგუზე ხშირად ამბობენ, ნუ ხო დაიწერა ეს თეთრი სიბრმავე, ხო, დაიწერა შავი ჭირი, რაღაც საჭირო იყო, აი ეს თქვათ იგივე მეტაფორა, მაგრამ ძალიან სწორად აღნიშნე, რომ გვიტოვებს რა, რაღაცა მოიფიქრეთ ხალხო, ამას გვეუბნება. აი ესე იქნება, ყიფეა ყველაფერი, რაზეც დგას დღევანდელი ევროპული კეთილშობილება თუნდაც. ხო. უკრაინას რო კარი გაუღო და შეიფარა. ხო? აი ესეც შეიძლება რაღაც დროს დამთავრდეს, იმიტომ რომ დამთავრებისკენ მიდიოდა, როცა გაზის ფასზე დაიწყო ლაპარაკი. კი. გერმანელს თუ ეუბნები, რომ გაიყინები, შეიძლება თქვას, რომ მაშინ არ მაინტერესებს უკრაინელ ბავშვებს, რას უშვება პუტინი.
მე მინდა აი ნობელის სიტყვა ახსენე და წამოვიღე ეს. საერთოდ ჩვევია ხოლმე დიდი წიგნებიდან ამოვიღე ფურცლებს და მე ისე ჩავდებ. კი, წითელი წიგნიდან არის ეს ამოღებული. კი, უფრო კომფორტულია თან სატარებლად. სიბრმავე, ჩვენ ბრმები ვართ, გაიფიქრა ერთხელ ქარგალმა, რის შემდეგაც დაწერა ესეი სიბრმავეს თავის თავზე ლაპარაკობს, რათა მოაგონოს მის შესაძლო მკითხველებს, რომ სიცოცხლის დამცირებით ვრყვნით გონს, რომ ადამიანური ღირსება ხელყოფილია ძლიერთაგან ამა ქვეყნისა, რომ ჭეშმარიტებათა სიმრავლე შეცვლილია ერთი უნივერსალური სიცრუით და რომ ადამიანმა დაკარგა საკუთარი თავის პატივისცემა, რა კი დაკარგა იგი მადდამიც, ვინც პატივისცემის ღირსია. ის სიტყვები, რომელიც ახლა ჩვენ ვახსენეთ, ყველაფერი აქ წერია. ანუ ადამიანმა დაკარგა საკუთარი თავის პატივისცემა, როდესაც ჩვენ ვენედიქტოვზე საუბრობდით ამ წუთად, მან დაკარგა საკუთარი თავის პატივისცემა და ამაში იპოვა სინამდვილეში თავისუფლებაზე თქვა უარი, იმიტომ რომ სწორედ ამიტომ მკითხე მე რა არის შენთვის ბედნიერება და ამაზე სწორი პასუხი არსებობს. ნამდვილად და შენ ძალიან სწორად აღნიშნე, რომ ეს არის არჩევანი. ირჩევ ერთს ან მეორეს და ეს დაგემართება თუ კი დაუშვებ იმას, რომ დაბრმავდე. ან უკვე ხარ ბრმა, ანუ თვალები უნდა ავახილოთ და დავინახავთ მერე ვიყავით თუ არა ბრმები, ან ვართ თუ არა ბრმები. ეს პრობლემა უნდა გადავჭრა, ჩვენ ეს გვიდგას ახლა. და კიდევ ნობელის პრემიის ტექსტში ძალიან კარგად მახსოვს როგორ იხსენებს თავის ბავშვობას და ზოგჯერ სად პოულობთ ჩვენ სიბრძნეს იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც წიგნების მოყვარულ ადამიანებს გვაწუხებს, ეს შეიძლება იყოს მეღორე ბაბუა. და ზოგჯერ აი იქ ბუნებასთან, დიდ კოსმოსთან, ღორებთან და პატარა ცხოვრებასთან შეხებაში მყოფ ადამიანებისგან იგებ აი რა არის ის პატერნები, რომელიც გამოგადგება მერე ქაოსში. და ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამას ძალიან დიდ ადგილს უთმობს თავის ამ სიტყვაში, იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია კი. პასუხი მოჭრილად ცოდნა სივრცის. მოკლედ ამ წიგნზე რაღაც პასუხები გქონია თურმე რაც დავსვით შეკითხვა არ ვიცი რამდენად სწორია ჩვენი პასუხები ეგ მაყურებელმა განსაჯოს, მაგრამ რაღაცნაირად ამ შეკითხვებზე მსჯელობა უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ სიბრმავეს, რომელიც ჩვენ შეიძლება სულაც არ გვეგონოს, რომ სიბრმავეა და ვერ ხვდებოდეთ ამას, მოაქვს შანსი იმისა, რომ შენ სხვა ჭყალებში წესრიგი შექმნა, რომელიც ახალი სიბრმავისგან დაგიცავს. ჩვენ ეს გვაქვს ახლა გასაკეთებელი, ჩვენ თვალები გვაქვს ასახელი, გულისხმობ ფართო გაგებით, შეიძლება ჩვენც ვერ ვხედავთ ბევრ რაღაცას და არ მაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერს ახლა ვხედავ, ან სწორად ვხედავ, მაგრამ იმაზე მაინც უნდა დავფიქრდეთ, რატომ ვართ ასე. ალბათ იმიტომ, რომ მაინც ბრმები ვართ და როდესაც ამ სიბრმავეს დავძლებთ და დაგვიდგება ის მომენტი, როდესაც ოფთალმოლოგის ცოლი უყურებს ცას და გონია, რომ იმ მომენტში თვითონაც არის ბრმა და გაიაზრებს, რომ ეს არ უნდა დაუშვას, როდესაც მისი მზერა ქალაქზე გადმოვა, რომ ახალი სიბრმავე არ უნდა დაუშვას, ეს უნდა გაკეთდეს, რაზეც შენ გადაცემის დასაწყისშიც თქვი, ინსტიტუციებით, რომ ჩამოვიდეთ უკვე ძალიან ყოფით პრაქტიკულ ცხოვრებაში. მაგრამ ფაქტია, რომ საშველი ეს არის. მაგალითად, თუ კი მე ვიცი, რომ რაღაც რო ჩამოინგრევა შეიძლება ჩემი სიცოცხლე დავასრულო ტალახში და ტლაპოში, როგორც ეს რაჭაში მოხდა. იაპონელმა იცის, რომ ის ქვეყანა აწყობილია სეისმური თავისებურებების გამო იმგვარად კრიზისზე, რომ მიტოვებული არ იქნები და იმ დიდ მარტოობას და ვითომ ილუზორულ წესრიგს არ ჩამოიმხობ ერთ წამში თავზე. ვახო, ძალიან დიდი მადლობა შენ ჩემთვის
სასიამოვნოა შენთან არა მარტო წიგზე, არამედ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ თან მინდა ვიფიქრო იმაზეც, რაც თქვი, ხომ არ ვიქმნი მეც კომფორტს წიგნებზე ლაპარაკი. აქ კომფორტი აქეთ. მე ამიტომ თქვი, რომ საშიში გადაცემა ჩვენთვისაც. ხომ არ არის ეს რაღაცა ხო, აი დიქტატურა და მოდი მე დიქტატურას ვამხელ. მაგრამ ასევე ერთხელ მე თუ გინდა მოგვიანებითაც ვისაუბროთ თემაზე, ვარ თუ არა მე პასუხისმგებელი იმ ხალხზე, ვინც ეს არჩევანი გააკეთა და რაოდენობით მაჯობა. და ვაგებ თუ არა მთელერზე პასუხს. აი აქ ამარა ჩვეულებრივ გარემოში ჩვენ ვერ იქნები ბედნიერი თუ კი შენ მოგიწევს მაგრამ ადაპტირებული ვიქნები თუ არა დათმობა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი ეს არასდროს მოხდება, რომ შენ რამე თავისუფლება დათმოდ, აი ადაპტაციის საკითხი. ეს რისკი დგას ზოგადად. კრიტიკულები დგას, მაგრამ აი რადგან თავისუფლება არის ყველაფერი ჩემთვის, აი ამ ადაპტაციას და მსხვერპლის როლში ყოფნას ან კომფორტულად კრიტიკას რაღაცნაირად აი ხილებას დიქტატურის მოქმედების გარეშე არ დავუშვებ ჩემს თავში. ეს არის ახლა რის მიხედვითაც მოქმედებ და ვცხოვრობ. არ მინდა ვიყო მსხვერპლი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ დავუშვებ იმას, რომ ვიყო მსხვერპლი, მაგრამ თან ვიმოქმედებ და თუ არ იმოქმედებ, აუცილებლად იქნები ან მსხვერპლი, ან კომფორტის რაღაც თუნდაც შეზღუდულ ზონაში. შენ უნდა იბრძოლო იმ წესრიგის დასანგრევად, რომელიც არის დიქტატურა და გარდაქმნა ისეთაც, სადაც რაჭაში რაც მოხდა, ეს არ განმეორდება. თუ მოხდება მსხვერპლი. თავარი რეაქცია, ხო. და აქვე ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. საინტერესო იყო ძალიან და ხო, ნუ ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვიბრძოლოთ არა მხოლოდ იმ პათოსით, რომელიც არ გვაკლია თურმე რამდენი ადამიანია მზად თავის ქვეყნისთვის უკიდურესად დისკომფორტში გაატაროს მთელი დღის 3/4 და უფრო მეტიც წავიდეს ციხეში და ყველაფერი დაკარგოს საკუთარი თავის გარდა, რადგან საკუთარი თავზე და თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი სხვა ვერაფერი ვერ იქნება, მაგრამ გონიერებაც სტრატეგიული და ტაქტიკური, ამას ვამბობ, სულ ჩვენ გვჭირდება ასევე რაღაც ტიპის რაციონალური გეგმაც. გადავაცილეთ მე მგონი ყველაფერს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ამ კომფორტზე. 30-იან წლებში, 20-იან წლებში დიქტატურა კომფორტი არ იყო, კატასტროფა იყო. მაგრამ 60-იან და 70-იან წლებში იყო ხალხი, რომელმაც ეს კომფორტი შეიქმნა, გინდა გითხრა კომფორტი, რა შეიძლება იყოს. გადაერთო მეცნიერებაში, რაც თავისთავად ძალიან კარგი რამეა, მაგრამ მეცნიერი თავისუფალი თუ არ არის, ძალიან ისეთია რა. მაგრამ არიან და იყვნენ მეცნიერები, დიდი მეცნიერები. აი წახვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოგცემენ იქ ლიტერატურას, დაწერ შენს ნაშრომებს, იმ იმედით, რომ 100 წლის შემდეგ იტყვიან, რომ ხო, ეს ცხოვრობდა ამ ეპოქაში, მაგრამ ნახე რა შექმნა. ეს არის ეს ადამიანური კომფორტი, ეს ძალიან საშიში რამეა. ჩვენ ვიცით კომფორტში მყოფი ძალიან ნიჭიერი ადამიანები, თუნდაც საბჭოთა პერიოდში იყვნენ ისინი კომფორტში და რეჟიმი უქმნიდა ამ კომფორტს და ქმნიდა ეს საშიშია. ვინც მეცნიერი იყო თავისთვის ანთროპოლოგი, არქეოლოგი, მერე მოდის წულუკიანი, აი იმ შენი მტრიდან ამოყავხარ და გეუბნება რატო დაალაიქე ვახოსანაიას პოსტი. ამიტომ ეგ კომფორტი ილუზორულია. არ არსებობს ეგ კომფორტი. თუ მე უფრო შორს მიდიხარ. მე არ ალაიქებ. ანუ თავისუფლებას. ხო და ნუ არ დავალაიქებ. წავალ ოთახში ჩავიკეტები, ფიქრობ და იქ დავწერ ჩემ. საერთოდ არ ფეხბურთს ვუყურებ. ბევრი კომფორტული რამ ხდება გარშემო, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია. კი ბატონო დავარქვათ, კონსენსუსამდე მივიდეთ ილუზორული კომფორტი. დავარქვათ ასე, კი ბატონო თანახმოვან, მაგრამ ჩვენ არ გვინდა არც ეგეთი კომფორტი არ გვინდა, იმიტომ რომ თმობ თავისუფლებას და ჩვენ გვინდა ყველაფერი ნამდვილი. კომფორტიც, ბედნიერებაც და თავისუფლებაც, დამოუკიდებლობაც და განვითარებაც. ვახო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ამ
რაღაცნაირ პესიმისტურ ნოტაზე გემშვიდობებით ოპტიმისტურზე ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მე მინდოდა ხუმრობა რომელიც ჩაშალე შენ ამ პესიმისტურ ნოტაზე გემშვიდობებით მომავალ დარბევამდე დიდი მადლობა მომავალ წიგნამდე და დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს რომელიც გამოსულია სხვა ბიზნესებიდან განსხვავებით კომფორტის ზონიდან და აფინანსებს ძალიან საინტერესო პროექტებს. ნახვამდის შემდეგ წიგნამდე.